პირდაპირ მე მოუწოდებ ხელისუფლებას, რომ დაიწყოს სისტემატიური მოულოდნელი კონტროლები დაიწყოს პოლიტიკური ლიდერების, პოლიტიკური პარტიების, აი ლიდერშიპის სათითაო მოხდეს მათი შემოწმება მოულოდნელად, ეს გამგეობებში იქნება, პარტიულ ოფისებში იქნება, მერიებში იქნება, საკრებულოებში იქნება, პარლამენტში იქნება. მე როგორც ვიცი, მარიხუანა დაახლოებით ბატონ ლექსო ზუსტად მე მგონი ერთი თვე არ გამოდის ის ორგანიზმიდან. როგორც კი დაფიქსირდება ნარკოტიკული თრობა მარიხუანათი სამუდამოდ პოლიტიკური მოღვაწეობა და პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავება. დანარჩენი ახლა ირბინოს რა და ბალახი გათიბოს, ხედარგოს და ეკლესიაში იაროს, ოღონ არა გასაბერში და ცოდვები მოინანიოს. როგორ შეიძლება თქვენ სახელმწიფოს ბედი ვინმე განდოთ? თქვენ ყოფილხართ ნარკოტიკებისგან გაბრუებული, მარიხუანის თრობის ქვეშ და თქვენ როგორ შეიძლება სახელმწიფო განდოთ კაცმა? ნებისმიერ თქვენგანს რომელ გადაცემაზეა ლაპარაკი და რომელ პარლამენტზეა ლაპარაკი და საერთოდ თქვენ ტრიბუნა არ უნდა გქონდეთ ბატონებო. როგორ შეიძლება თქვენ ტრიბუნა გქონდეთ? თქვენ ყოფილხართ ნარკომანები. ხო და ახლა ნარკომანებს ჩვენ ამ საქართველოს ნარკომანებმა საქართველოს ერთხელ დაღუპეს, ჩააბარეს ნარკომანებმა სოხუმი, ჩააბარეს ყველაფერი, გადაწვეს რუსთაველი. გადაწვეს სამეგრელო, დააღუპეს ქვეყანა, დააქციეს ახლა დაპატარავებული საქართველოს თბილისი ქუთაისის ტრასა. გორთან გვიჭირს ცოტა. თუ ორჭესანთან გადმოწევს რუსი, ვეღარ ის ტრასაც გაწყდება. აი ნარკომანებმა ქნეს ეგ ზუსტად. ნარკომანებმა ქნეს ზუსტად ესა. ნარკომანებმა დაამხეს ვიადგამსახურდიას ეროვნული ხელისუფლება და ნარკომანები მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში 92 წლის 6 იანვარს. ის ხელისუფლება იყო ნარკომანების ხელისუფლება. და ჩვენ რა გვინდა ეხლა და ეხლა დღეს იაგო ხუჩი ეუბნება ნარკომანებს რომ სახელმწიფო შეუტიეთო. ეს არის მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის. რო იცოდეთ ბატონო დიტო ერთ რამეს გეტყვით, ბევრი ნარკომანი პირიქით არის გარკვეულწილად სინანულს გამოთქვამს და იმას კი არ ამბობს მე რა მაგარი ვარ ამბობს რომ ცუდია. ნეტავ დამამებებინაო ნეტავ დამამებე ებძვის ამსეს ესე ადვილიც არ არის მე ბევრ ადამიანს ვიცნობ რომ სინანულის ქვეშ არის ებძვის და იმას კი არ იძახის რომ კი არა ამაყობს სამითი ეს სენია ეს გასაგებია კი ბატონო თვითონვე იძახიან და ეს გამოდის ეს ამაყობს რომ აი მეო რო ვაკეთებ ამ საქმესო ესო კარგი არის ეს კი საამაყო არის რა. ხო და ეს ეხლა მთელი უბედურება იცით რა არის? ეხლა იაგო ხუჩია კაცი არის და ჩვენ ვიცით რომ ქალებიც არიან ეგეთ მდგომარეობაში. ეს იაგო ხუჩიამ აღიარა რომ მეო კიო ასეო ვეწევიო და მარიხუანასო, მაგრამ ჩვენ გვყავს ქალი ნარკომანი პოლიტიკოსები. ესენი უნდა შემოწმდნენ აუცილებლად. მე არ მინდა ხა გვარები და სახელები დავასახელო, მაგრამ შეხედეთ ძვირფასო მეგობრებო მათ ფიზიონომიას. რამდენიმე ქალბატონი სხვათა შორის გამორჩეულად სიმპათიური ქალბატონები არიან. გამორჩეულად სიმპათიური ქალბატონები არიან ისინი. ახლა თავში რა უყრიათ ეს ცალკე თემა, მე გეუბნებით, აი წმინდა ვიზუალურ მხარეს გულისხმობ. და აი ისინიც დიდი ეჭვი მაქვს და მთელი ქალაქი ამაზე საუბრობს, რომ ისინიც არიან ნარკომანები. და ასე რომ კი მაგრამ ამ ნარკომანებისგან დაიშვენოს ამ ქვეყანამ რა და არ გვინდა იაგო ძმაო გენაცვალე ეხლა კიდე წახეზება არ უნდა რა რომ არ იქა ნარკომანებო სახელმწიფო რა სახელმწიფოს უნდა შეუტიონ კაცო პირიქით მოუწოდებ ქართულ სახელმწიფოს და საქართველოს ხელისუფლებას შეუტიეთ ამ ნარკომანებს რა